იყენებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიურ არხებს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად და იმუნიტეტით დაცული კომუნიკაციების დასამყარებლად. იაპონიაში საქართველოს ელჩისა და პრორუსი ოლიგარქის შვილის შეხვედრისა და გარკვეული ტვირთის უტა ივანიშვილისთვის გადაცემის ფაქტმა არაერთი შეკითხვა გააჩინა ამ მიმართულებით. იაპონურმა მედიამ გაავრცელა ამ საიდუმლო შეხვედრის ფოტოც და ინფორმაციაც, რომ ელჩმა ივანიშვილს შავი кейსი გადასცა. ივანიშვილის ოპონენტების თქმით, სახეზეა საქართველოს საელჩოს და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენება პირადი მიზნებისთვის, რაც არის დარღვევა და დანაშაული. ამ დანაშაულს კი კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ეს ფაქტი სავარაუდოდ დაკავშირებულია სანქციებისთვის თავის არიდებასთან. თათია წოწონავა გვეტყვის, რა დარღვევას ხედავენ ოპონენტები ელჩისა და ივანიშვილის შვილის ამ შეხვედრაში და დიპლომატიური არხებით გარკვეული გზავნილების გადაცემაში. დავიწყოთ იმით, რომ 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც იაპონურმა მედიამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაასაჯაროვა და ფაქტობრივად დიპლომატიური სკანდალი გახეთქა, თუმცა ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროს, არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის ხელმძღვანელს მაკაბოჭორიშვილს ერთი განმარტებაც კი არ გაუკეთებია ამ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია დამატებით კითხვებს აჩენს ამ საეჭვო, ასე ვთქვათ, შეხვედრასთან დაკავშირებით და ოპოზიციას უჩნდება კითხვები იმის შესახებ, რომ ხომ არ იყენებს ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიურ არხებს და დიპლომატიურ იმუნიტეტს იმისათვის, რომ შავი ფულის მიმოსვლა მოხდეს და მაგალითად თავის შვილს იაპონიაში გაუგზავნოს შავი ფული, რაც არის პირდაპირ სანქციებისგან თავის არიდება, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული და მას საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელება ბუნებრივია უჭირს. შესაბამისად და ოპოზიციას უჩნდება კითხვები იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიურ იმუნიტეტს და დიპლომატიურ ფოსტას პირადი მიზნებისთვის იყენებს და ამ პროცესში უკვე ჩართული არის დიპლომატიური სამსახურიც, ვინაიდან ინფორმაცია, რომელიც გაასაჯაროვა იაპონურმა მედიამ, ამ ინფორმაციის მიხედვით ელჩი თემურ ლეჟავა შეხვდა უტა ივანიშვილს, რუსი ოლიგარქის შვილს, სწორედ ასე არის მოხსენიებული იაპონურ გამოძიებაში, ჟურნალისტურ გამოძიებაში უტა ივანიშვილი და მან გადასცა, ასე ვთქვათ, შავი ჩანთა და უთხრა იქ, რომ არ გაეხსნა ადგილზე შავი ჩანთა, რაც ბუნებრივი აჩენს ძალიან ბევრ კითხვას, რა იყო ამ შავ ჩანთაში. კითხვებს ჯერჯერობით პასუხი ვერ მოვისმინეთ, ვერც თავად თემურ ლეჟავასგან და ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და კითხვები ამ დრომდე ძალიან ბევრი არსებობს. ივანიშვილს და მის ოჯახს ძალიან ანაღლებს და ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის საერთაშორისო სანქციები, რომელიც არის დაწესებული პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ შეერთებული შტატებიდან. მეორე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები პრაქტიკულად გადაქცეულია სანქცირებული და შავი ფულის გადაადგილების მექანიზმად. საქართველოს ეგრეთ წოდებული ელჩები პრაქტიკულად ახორციელებენ ამ შავი ფულის ტრანზიტს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. მათი ერთადერთი ამოცანა პრაქტიკულად დარჩა ეს არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, არა ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებისთვის საქმის კეთება, არამედ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მომსახურება შავი ფულის გადაადგილებით. ბიძინა ივანიშვილის ფულის დაცვაში არიან ჩართულები, ზოგი პირდაპირი ფორმით, ბუღალტერიას ეწევა მისი, ზოგი ვექილობას, შესაბამისად ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ახალი აქ ის არის, რომ დიპლომატიური კორპუსიც უკვე ჩართულია და ამის პირდაპირ ილუსტრირება მოხდა გუშინ გავრცელებული ინფორმაციით. შესაბამისად ეს არის დიდი საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი და ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ შესაძლებელია დიპლომატიური ფოსტა გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ კონკრეტულად სანქციების გვერდის სასარიდებლად რაღაცა ტიპის შავი ფული მოძრაობდეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გამოყენებით. მე ჭვება ამ ჩემონდანში რაიმე ეროვნული საგანძური ან ისტორიული არტეფაქტები ყოფილიყო, თუმცა ყველა თავის დასკვნას გააკეთებს, თავისთავად რა თქმა უნდა ეს აღძრავს უამრავ კითხვის ნიშანს იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს თუ სამსახურს, ყველა სახელისუფლებო შტოს და მათ შორის დიპლომატიურ სამსახურს იყენებს როგორც პირად მსახურებს საკუთარი რუსული რეჟიმის გადასარჩენად. ელჩებს გააჩნიათ დიპლომატიური იმუნიტეტი და ამავე დროს მთელი რიგი პრივილეგიები, მათ შორის ბარგის გადატანის ფუფუნება, ისე რომ ისინი არ ექვემდებარებოდნენ მთელ რიგ მაკონტროლებელ წესებს. შესაბამისად გამორიცხული არაფერი არ არის და მე ვფიქრობ საზოგადოება ძალიან ფხიზლად ეკიდება ამ ამბავს და ძალიან
ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩნია იმ კუთხით, თუ როგორ იყენებს ბატონი ლეჟავა მისთვის მინიჭებულ დიპლომატიურ პრივილეგიას და ხომ არ იყენებს ის ამ პრივილეგიას იმისათვის, რომ უტა ივანიშვილს გადასცეს მათ შორის შესაძლოა შავი ფული. ელჩ ლეჟავასა და უტა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა 24 იანვარს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ისინი კონსპირაციულად ხვდებოდნენ ერთმანეთს ერთ-ერთ რესტორანში და სწორედ ამ დროს მან გადასცა მას შავი ჩანთა, სავარაუდოდ რაშიც იყო ძალიან დიდი რაოდენობით ნაღდი ფული. ყოველ შემთხვევაში ეს ეჭვები არსებობს და რაც არის ოპოზიციის შეფასებით ცალსახად სანქციებისგან გვერდისავლა დიპლომატიური იმუნიტეტის და დიპლომატიური პოსტის გამოყენებით, რაც არის პირდაპირ საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი. და ეს აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული და ეს განსაკუთრებით ეჭვებს აჩენს იმის ფონზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა, ის არსებობს მოლოდინი, რომ ბრიტანეთიც იგივე ნაბის გადადგამს. ბიძინა ივანიშვილმა ფორსირებულად დაიწყო მისი ბიზნესების გადმოტანა ქვეყანაში და მისი ოჯახის წევრებზე გაფორმება და ერთ-ერთი კომპანია და შეპესე, ასე ვთქვათ, მან დაარსა სწორედ უტა ივანიშვილის სახელზე და დაარქვა ატუ ჰოლდინგი.